საერთო სასამართლოების შესახებ კანონში მომზადებულ ცვლილებებს და დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებს ოპოზიცია. მმართველი გუნდი კი მის საჭიროებაზე მიუთითებს. ესეც არის რა თქმა უნდა დიქტატურის კიდევ ერთი დამახასიათებელი, ის რაც არ სიამოვნებს რეჟიმს, არ უნდა იხილოს საზოგადოება, ხო? რეჟიმის პროპაგანდა გაცამტვირდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ პატრიოტსანი, წესიერი, განათლებული საქართველოს ახალგაზრდობა, რომელიც საუკეთესო ნაწილი ჩვენი ქვეყნის საზოგადოების, რომელიც დაატყვევა ივანიშვილმა, მათი სახის გამომეტყველება, მათი გამოსვლები, მათი პროცესები იყო გამოხატულება იმის, თუ რამდენად უსამართლო ყოფაში ვართ, თუ რას უშვება ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ახალგაზრდობას ივანიშვილი, ამიტომაც აღარ სურთ, რომ ეს ყველაფერი იყოს ხილული. დღევანდელი ოცნება არა თუ არაფრით არ განსხვავდება ნაციონალური მოძრაობისგან და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისგან. არამედ ხშირ შემთხვევაში ეს ორი ძალა უკვე ერთმანეთზე უარესებიც არიან. და თქვენ ხომ გახსოვთ კარგად, როგორ გააუქმა სააკაშვილმა ანალოგიურად, როგორ შეზღუდა მედიის დასწრება სასამართლოზე, რომელიც შემდეგ ზარზეიმით გააუქმა ხელისუფლებაში ახლად მოსულმა ოცნებამ თორსტები 2013 წელს. და ეს კითხვა რატომ არ გებადებათ? რატომ უბრუნდება დღევანდელი ოცნება ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს? ფოტო-ვიდეო გადაღება ჩვენ ხედავთ, რომ სასამართლოებში გამოყენებული იქნა სასამართლოს ხდომებზე სკანდალის ერთგვარი, რო ვიტყვიან, არეულობის და ერთგვარი ისეთი სურათის შესაქმნელად, რაც რეალურად არა სასამართლო განხილვების ობიექტურად განხილვას და შეფასებას შეუწყობდა ხელს, არამედ სასამართლო განხილვების მიმდინარე პროცესის ჩაშლას უფრო ემსახურებოდა. გამომდინარე აქედან ეს დისკრეცია მიენიჭება მოსამართლეს.